მწერალი და კინოდრამატურგი ერლომ ახვლედიანის 79 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ათობით წიგნისა და ფილმის სცენარის ავტორს არაერთი პრემია აქვს მიღებული, მათ შორის 2010 წლის ლიტერატურული პრემია საბა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით მწერალს პატრიარქის ინიციატივით შაბათს სავარაუდოდ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ერლომ ახვლედიანი 79 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ახლობლები ყვებიან, რომ ცხოვრების უკანასკნელი დღეები მან მონასტერში გაატარა. რამდენიმე წიგნის ავტორი სცენარს ფილმებისთვისაც წერდა. ჩვენ დაახლოებით 50 წელზე მეტი ხნის მეგობრობა გაკავშირებდა. ის იყო ორიგინალური ავტორი. ბევრი ნაწერები მას არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, ეს არის მართლა იშვიათი მოვლენა ქართულ ლიტერატურაში. ძალიან ფაქიზი, ძალიან ღრმა ჯერ კიდევ არ დაფასებულა ეგეც როგორც საჭიროა. და განსაკუთრებით კინოში მას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს. საუკეთესო რეჟისორებთან უხდებოდა მუშაობა. ერლომი ძალიან ბევრი ფილმის სცენარის ავტორი, შესანიშნავი მწერალი, რაც თავარია შესანიშნავი პიროვნება, რომელმაც ძალიან ბევრი თაობა აღზარდა. 18 ფილმის სცენარის ავტორს კინოში თავადაც უთამაშია, თუმცა საზოგადოება მის ზღაპრებს, ზარმაცი თაგუნას ამბავს, ასევე ვანო და ნიკოს უკეთი ცნობს. ერლომ ახვლედიანის დებიუტი 1959 წელს შედგა. შემდეგ წარმატებაც მოვიდა და მისი ნაწარმოებები რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ და არაბულ ენებზე ითარგმნა. 2010 წელს მისმა ბოლო რომანმა კოღო ქალაქში ლიტერატურული პრემია საბაც მიიღო. ბატონ ერლომ ახვლედიანს გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში და გამოცდილება სიესტასთვის ძალიან დიდი პატივი არის ის, რომ ბატონი ერლომ ახვლედიანის შემოქმედების ბოლო წლები უკავშირდება სიესტასთან ძალიან აქტიურ და საინტერესო თანამშრომლობას. მწერლისა და დრამატურგის პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. პატრიარქის ინიციატივით ერლომ ახვლედიანი შესაძლოა დიდუბის პანთეონში დაკრძალონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახს ჯერ არ მიუღია.